კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხმას დაუბრუნდეთ შემოთინათინ, რომელიც დაუბრუნდა რუსთავიორს. საყვარელი მეგა შოუ საქართველოს ხმა დაბრუნდა, როგორც უკვე გითხარით, პროექტის მეორე გრანდიოზული სეზონი, ესე იგი 4 ნოემბერს აიღებს სტარტს ძვირფასო მაყურებლებო, არხის შემოქმედებითი ჯგუფი უამრავ სიახლეს შესთავაზებს წელს მაყურებელს. განახლებული სცენისა და სახეცვლილი დეკორაციის გარდა ცვლილება კონკურსანტების რეპერტუარსაც შეეხება. გარდა ამისა, პროექტს შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით წელს 3-ის ნაცვლად ჟიურის 4 წევრი დაამშვენებს. თითოეული მათგანი ქვეყნის გამორჩეულად ნიჭიერი მუსიკოსია, თუ ვინ შეაფასებს კონკურსანტებს წელს და კიდევ რით იქნება გამორჩეული საქართველოს ხმის მეორე სეზონი. აი ამას უკვე ელენე მირიაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ, რომელიც პირველ შესარჩევ ეტაპს დაესწრო. აბა, ერთი ჩვენც დავესწროთ. 3, 2, 1 ვიწყებთ, მოდი! ეს კაია ძალიან. ზემოდან და მაგარი კაცი იქნება. ერთად გამოვიდეთ ყველანი? რუსთავიორში დიდი სამზადისია. მეგა შოუ საქართველოს ხმა ტელეეკრანებს მეორე გრანდიოზული სეზონით უბრუნდება. არაერთი სიურპრიზითა და ცვლილებით. ჟიური, წამყვანი, დეკორაცია, განათება, ყველაფერი ეს პირველი სეზონისგან განსხვავებულ ელფერს შეიძენს. სიახლე ბევრია, თუმცა უცვლელია შემოქმედებითი გუნდის სურვილი, მაყურებელს შესთავაზოს სანახაობრივი პროექტი და აღმოაჩინოს ახალი ხმა. საქართველოს ხმას ვეძებთ. პირველ სეზონზე ყველა შეთანხმდა და დიდებული ხმა აირჩიეს, აი ხმა. ხო და მგონი რომ წელსაც ასეთივე დიდებული ხმა უნდა ვიპოვოთ. მიხარია რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ მე წელსაც, რადგანაც ვფიქრობ რომ ისეთივე შთამბეჭდავი რეზონანსული და დასამახსოვრებელი იქნება როგორც პირველი. საქართველოს ხმა ხალხის რჩეულ პროექტად პირველივე სეზონზე იქცა. სწორედ ამიტომ რუსთავიორი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას ხელს წელსაც შეუწყობს და მათი მუსიკალური წარმატების გზაზე მთავარ წვლილს შეიტანს. უპირველეს ყოვლისა დილამშვიდობისა საქართველო, ძალიან მოხარული ვარ რომ სტარტს იღებს საქართველოს ხმის მეორე სეზონი. შევეცადეთ რომ ყოფილიყო უფრო მეტი სიახლე, შევეცადეთ რომ ყოფილიყო უფრო მეტი შოუ, რუსთავიორი გზად არის გამარჯვებულს მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით რომ მან შეძლოს ქართველი მაყურებლისათვის თავის შეყვარება. მაყურებლის საყვარელი მეგა შოუს ახალი სეზონი სტარტს 4 ნოემბერს აიღებს. პროექტი 4 შესარჩევ ეტაპსა და 6 ლაივ კონცერტს გააერთიანებს. საქართველოს ხმის ახალი სეზონი იწყება 4 ნოემბერს. სიახლე მთავარი ამ ფორმატის ის არის, რომ ადრე იყო ქართული სიმღერები, ახლა არის უკვე უცხოური სიმღერები. ყოველ ახალ სეზონზე მოდის ახალი და ახალი კარგი მომღერლები. დღესაც მაგას შევესწარეთ. იყო გამოყენებული ოქროს ღილაკიც, რომელიც პირდაპირ ათეულში გადაიყვანა ერთ-ერთი კონკურსანტი და ეს არის ყოველთვის გასახარო, რომ ესეთი ნიჭის ზეიმია. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე ახალგაზრდები საქართველოს ხმის სცენას ამ სეზონზეც დაიკავებენ. ყველა დროის საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციებს ააჟღერებენ და თავიანთი გამორჩეული ხმითა და შესაძლებლობებით მაყურებლის გულების დაპყრობას შეეცდებიან. ძალიან მიყვარს კონკურსები და პროექტები და შესაბამისად დაახლოებით 2 წელი არ გამოსულა არსად და რომ მომენატრა ეს შეგრძნება, მაგიტომ გავუწყდა გამოსულიყავი საქართველოს ხმაში ყველაზე კარგ არჩევანში, რაც კი შეიძლება გამეკეთებინა. ძალიან მომწონდა ეს პროექტი და მინდოდა რომ მიმეყო მონაწილეობა მეორე სეზონზე, მომეც საშუალება რომ მოვსულიყავი და ჩემი შესაძლებლობებით დაენახა გულშემატკივარს. ძალიან მომწონს ეს პროექტი საქართველოს ხმა, ახან ჯგუფთან ერთად, ანსამბლთან ერთად, ბავშვობიდან მღერი, მინდოდა ჩემი თავი გამომეცა და ესე მარტო სცენაზე, დიდ სცენაზე და სწორედ ეს იყო ჩემი ოსმის მიზანი. საქართველოს ხმის პირველი სეზონის მონაწილე ვიყავი. ეხლა ძალიან კარგად მესმის თუ რას განიცდიან ისინი, მოვედი იმისთვის რომ გულშემატკივრო, ძალიან მაგარი ბავშვები არიან და უსურვებ ყველას წარმატებას. კონკურსანტებს ტრადიციულად კომპეტენტური მუსიკოსები შეაფასებენ. საქართველოს ხმის ჟიური ამ სეზონზე 3-ის ნაცვლად 4 ხელოვანს გააერთიანებს.
საკმაოდ კომპეტენტური ჟიური არის. მადლობა მინდა გადაუხადო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს, მადლობა მინდა გადაუხადო კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს, დათო ფორჩხიძეს, არაჩვეულებრივ მუსიკოსს და პროდიუსერს და ჩემს საყვარელ თიკა ბალანჩინს, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ ჯგუფ New One's solistს. ვეცადეთ რომ ჟიური ყოფილიყო მრავალმხრივი და შეფასება ყოფილიყო მაქსიმალურად კომპეტენტური და ობიექტური. ძალიან მიხარია, რომ აი ამ კონკურსში ვღებულობ მონაწილეობას როგორც ჟიური, მე ვშემატკივრობ ამ პროექტს, ვუყურებდი პირველ სეზონს. მოვისმინეთ შესანიშნავი ახალგაზრდა შემსრულებლები, იცით, მართლა რაღაცა ძალიან კარგი ბავშვები მოდიან, კარგი შემსრულებლები, მუსიკალურები და მე მინდა რომ ყველა მათგანს ვუსურვო წარმატება. მაყურებლის ხედვა კიდე სხვა არის და შენ რაღაცა კიდე მეტ პასუხისმგებლობას იღებ შენ თავზე და ამიტომ ისე ვარ რომ ზუსტად თქვა ის სათქმელი რაც შეეფერება კონკრეტულ შემსრულებელს. აუცილებელია მსგავსი პროექტები, იმიტომ რომ ძალიან მუსიკალურიერი ვართ ჩვენ და ამ ადამიანებს ჭირდება რეალიზება. მე იმედს ვიტოვებ რომ მოვლენ კიდე უფრო უკეთესი და უკეთესი ბავშვები. რომ ეს სეზონი იქნება ძალიან საინტერესო. იმედი მაქვს რომ აი ეს მარადიული ტენდენცია რომ სულ ნიჭიერები მოდიან და არილევიან ამ სეზონზეც გაგრძელდება. ნიკასთან, ქეთისთან და დათოსთან ერთად კონკურსანტების ბედს ის მომღერალი გადაწყვეტს, რომლის მუსიკალური კარიერა წლების წინ რუსთავი 2-ის გრანდიოზულ პროექტ X Factor-ში დაიწყო. სიმბოლურია, რომ ერთ დროს კონკურსანტის ამპლუაში მყოფი თიკა ბალანჩინი ახლა უკვე თავად შეაფასებს ახალი თაობის ტალანტებს. ჩემი ისტორიაც რუსთავიაში დაიწყო X Factor-ში და ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, თუმცა ახლა როცა ჟიურის წევრი ვარ, საკმაოდ საპასუხისმგებლო არის ეს ყველაფერი და არ ვიცი, ველოდები უფრო და უფრო მეც, იმიტომ რომ ვიცი, რომ ჩვენი ნიჭი ქართველების ამოუწურავია, განსაკუთრებით სიმღერაში. მაყურებელთან შეხვედრამდე ცოტა დროა დარჩენილი. პირველი შესარჩევი კონკურსი მონაწილეების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის ყველაზე იღბლიანმა მონაწილემ ოქროს ბარათი პირველივე შესარჩევ კონკურსზე მიიღო. დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავალში რუსთავი 2 მაყურებელს 4 ნოემბრიდან ეპატიჟება.